როგორ ხარ? აი მე ძალიან მცივ, აი ვერ გავთბი. რატო? ვერ ვიტყვი რომ ასაკის ბრალია, მაგრამ მცივა. ნუ არც უმაგისობა. იცი რა არ გვინდა. ზიანი დღები გვაქვს, არა, ყინვაა, მაგრამ ზე მაინც რაღაცნაირად გვათბობს. ისე საქართველოს მზეს და ჰაერს მართლა არაფერი შობს. შენ რატო შეგცვიდა? მცივა. მცივა თუ გამცივნებს? მცივა. ქცივა. მცივნებს სხვა დროს, მაგრამ ახლა მცივ. და რო გამოხვედი ამინდის პროგნოზი არ ნახე და რო სანამ გამოხვედი. ორი ჩაგეთილად. ლაშარამიშვილის ამინდის პროგნოზი თუ უსმინა, კიდე კარგად ჩაუწია. შეხედე ეხა ერთხელ შეეშლება კაც რაღაცა და უნდა გადავაყოლოთ, დავჩიჩქნოთ. რა ხდება რა? შევჭამოთ და დავტყვიროთ. რა შეეშალა? შეეშალა ერთხელ ხო რა? არ ვიცი ეგ რა ამბავია. არ იცით ეგ არ ამბავი. ვიცი. ხო და შემოიყვანეთ და თვითონ მოგიყვება. ერთი წუთით მაშინ გამოვაცხადოთ. ხო ესე შემოვიყვანოთ რა, უნდა გამოვაცხადოთ. შემოვაცხადოთ. ვიდით ამუნა? როგორ მაინტერესებს თვითონ როგორი ჩასული იქნება? ხო ერთი შემოვიდეს რა, შემოდი. ესე იგი დღეს ჩვენი სტუმრები არიან მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი და ამინდის პროგნოზის უბადლო გამომცხადებელი ლაშა რამიშვილი და მისი ქალიშვილი მართა. აბასალამი ჩემო ბატონო. გამარჯობა მართა. რა კარგია რომ გესმის როცა განცხადებენ რა ბედნიერება. აბა მოგეწევი მაგამ ამსაც. როგორ ახლა შენი გამარჯობა გამოგაცხადოთ. რა ვიცი არ ნახულად ამაზე მაგრად რა ვიცი მეტი რო არ შეიძლება ეს ამინდის პროგნოზი სულ თამსდევს. მოდი. ესე იგი ლაშა როგორ ახარ? არ ნახულად. სანამ ამბების მოყოლას დავიწყებთ აუცილებლად უნდა ჩამოვთვალო მთელი რიგი ღირსებები და რეგალიები. ხო, რეგალიები ბატონ ლაშა რამიშვილს. ვიწყებ, ოღონდ ეს უნდა წავიკითხო ზეპირად ამდენს ვერ დავიმახსოვრე. ბოლოდან დაიწყო. ესე იგი საერთაშორისო კონკურს არის გამარჯვებული. ტაში მეგობრებო. იმღერე რამეს გამარჯვებული. ტაში მეგობრებო. თეატრებს შორის გამართული ხალხური სიმღერის კონკურსის გამარჯვებული დოის ბოიზის ჯგუფის სახელით. ბრავო, ტაში მეგობრებო. აზია მიუზიკ ფესტის საპრიზო ადგილოსანი. ყოჩა. მულიავინის პირველი პრემიის ლაურეატი. ყირიმის მუსიკალური ფესტივალის ფინალისტი და მთავარი რეგალიე. თათული ედიშერაშვილის და გოგა ბარბაქაძის კურსელი. ბრავო, მართა. ერთი წუთით რა ასე შევაფასებ გახსოვთ სერიალში მართლაც რომ ბრავო. მართლაც მეგობრებო. აი ეს ბოლო ჩემთვის მართლა ყველაზე ძვირფასია, იმიტომ რომ რამდენჯერაც შალვა გაწერელიაზე ლეგენდები დადის და დღესაც დადის ლეგენდა. მაშინ ხო საერთოდ იქ დერეფანში გავლა შეიძლება და ფეხაკრეფით თან შენი მხელა იყავი ყოველთვის და ფეხაკრეფით როგორ დადიოდი? ფეხაკრეფით სიარული მე ვერ წარმომიდგენია. ხო და მე ხო სულ მღეროდ ერთხელ დამავიწყდა რომ იქ შალვა გაწერელიას ის არის აუდიტორია და მივდივარ და მღერი ვარ იტალიურ სიმღერას. ოი ვიტა მია და უცებ მოვიხედე უკან და ბატონი შალვა დგას. ხერით არა. აუთხარი ბოდიშ ვიხდი, ბატონი შალვა მეუთხარი და არა გააგრძელეთ მე. ლაშა უკაცრავად თქვენი აუდიტორია გოგა და თათულის მე მგონი მეორე სართულზე მარჯვენა მხარეს. კი ბატონი, ჩვენ ვიყავით მუსკომედიის ბოლო ჯგუფი. კი ბატონი, ბოლო არა კაცო. გამახსენდა. არა, ბოლო არა, მაგრამ იმ პერიოდში ხო თქვენ იყავით ეს რაღაც შემაჯამებელი ჯგუფი. კი, იყო შემაჯამებელი, ბოლო არა, შემაჯამებელი. ყველაფერს ყვება ახლა, ნახე? იმ ამინდის გადააქვს საუბარი სხვა თემაზე, იმღერა კიდევაც ჯგუფი გაიხსენა. ბავშვობა გავიხსენა. როგორ მღერო და ყველაფერი გაიხსენა და იმ ამბავს მაინც არ ყვება ამინდის პროგნოზის. არა, ამას მოგონგაცო 3 იანვარია. დიახ. აი მითხარი ხა 3 იანვარს როგორ იქნება? ძალიან მხრივ. გოგა და ოთარი არ არიან კარგად. აი ზუსტად როგორ ვერ არიან კარგად. როგორც გოგა და ოთარი არიან 3 იანვარს. დილის 8 საათზე აი გამრავლეთ ეს 2-ზე და ზუსტად ისე ვარ მე 3 იანვარს დილის 8 საათზე და მთელი საათის შუაგულს ჩვენ რადიო არ დაიდარდოს არაჩვეულებრივ საოცარ ამინდის პროგნოზს ვაცხადებთ ყოველ საათის შუაგულს 8 საათიდან პირველ საათამდე
ხო და ნუ საათი შუაგულს აი ნახევრად რო გძინავს და ნახევარი თვალით რო უყურებ და ვაიმე შვილმაც კი ამოიოხრა ვაიმე ეხლა მე გეტყვი რატო აი მივიდე ამ ისტორიაზე ბოლოს და ვაცხადებ რომ 3 აპრილის ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ ჩემო ძვირფასებო და 1 მეორე საათი და მესამე საათზე ჩემმა გიორგი მშვერიანძემ დამირეკა ან გაწადისახშიო მითხრა აწყედა წადისახზე რომ იმიტომ რომ 3 იანვარი იყო და 3 აპრილის ამინდის პროგნოზს ვაცხადებდნენ. მე SMS-ები მოდიოდა რა დალიე ძმაო 3 იანვარს 3 აპრილის რა იყო 3 აპრილის რა მინდი 3 აპრილის ყინვა ვისახსოვს და რატო მქონდა ესეთი რეაქცია მას მოყვეს როდესაც ნაბახუსებზე ვარ ხოლმე და სახლში ვარ მაშინისთვის მართა ართა მჟავე წყალი ან რაღაც ამდაგვარი და საწყალი გოგონა პირველი სართულიდან მეორე სართულზე ამოვარდა და მამა ცივიტილო თავზე ხო არ გინდა და არა მთლად ასეთი ნაბახუსები არა მაქვს ძალიან იშვიათად და რა კარგია რომ ასეთი კარგი გოგო გყავთ და ასე გივლით მამას აბა კი აბა რა მოკერი მართა ეხლა შენ მოკერი ყველაფერი აი რომ მეუბნება ხო მამიკო გთხოვ აი მინერალური წყალი მომიტანი აი ეს თუ შეიძლება აი ავდივარ ჩავდივარ და აი ბოლოს როცა აი ყველაფერი მაგიდაზე დევს და აი როგორც იქნა დავჯექით აი ყველანი გამომხედავს ხოლმე და მეტყვის მამიკო ძალიან მიყვარხარ მამიკო აი ხო იცი აი ხო არ მიმატოვე მამა კი ეგ მაგ ხოლმე მამა ხო ერთხელ ამოვიდა ხელში მამა ხო არ მიმატოვე მამა ოც ნაბახუსებზე რო ხარ ან ბახუსნარებზე რო ხარ და მამა ხო არ მიმატოვე ერთხელ შემოგვიდა არ მიგატოვებ მამა არ მიგატოვებ ვაიმე იმის ამბავია თქვა რამდენი შვილი ყავს მე როგორც ვიცი 3 შვილის მამა ვარ ერთი მეუღლის რომელია უფროსია ლაშა გიორგი არის ესეთი ძალიან მაღალია. ფაქტურად ჩემზე მაღალია და ხრები აქვს ნიკოფსიიდან დარუბა. ანუ ამინ. თუ თქვენი ქალიშვილი არ არის სახში და ლაშა გიორგი თუ ამ მაღალია, ესე იგი ფემოდან გაწუდის ეგრე. ფემოდან ერთი რა მაინტერესებს, ხაზი რატო გავუსვი ერთი მეუღლიდანო ვის ესროლი ახლა? არა, მე ისიც თქმა მინდოდა. არა. მე სამი შვილი მყავს, მაგრამ ხო, ვის ესროლე ახლა კენჭი შენ? ასე მოხდა, ასე გადაწყდა. ვისიც მაგინდოდა. მე წინ ვერ წავიწი ამ დარგში მეტი. გაჩერდი, მე მეკონდა სხვანაირ პასუხს უპასუხებდი. ზოგადად მართაზე თუ ვილაპარაკებთ, მართა არის ჩვენ ოჯახში ამინდი. აქტიურად. აი იმაში რა ქვია, TikTok-ში ესე ტრენდი როა, ხო იცი, დედა გარბის, მამა გარბის, უფროსი შვილი გარბის და რა ხდება და იქ წერია რომ ოთახიდან რო გარბიან რა და აი ყო აი შენელებული კადრი როა და დედა მორბის ამ დროს მამა უყურებს რა ხდება რატო და შედის ოთახში და ეგეც გამორბის და ბოლოს გამოდის თინეიჯერი ქალიშვილი აი ესე წნარად მშვიდა და ძმები ესე უყურებენ ამ ყველაფერს მესამეც ბიჭია ხო? მესამეც ბიჭია. მართა შუათანაა. მართა შუათანა. როგორი ურთიერთობა გაქვს ძმებთან მოგვიყევი ახლა? ვой. თუ მოწმებ შეყვარებულებს? აი ამ უწუნებ ეს არ მომწონს ესეთი ეს ჯობია ის ჯობია ასეთი ჯობდა ესეთი ჯობდა ანუ საშინელი ისეთი იქნები ისეთი მული იქნები აი ციცაკა მული იქნები ძალიან ციცაკა ვიქნები მართლა უი ახლა გიყურებს მთელი საქართველო აბა მიმართები შეძებ აი უფრო ზმასთან ეს უფრო ხდება რა და აი თქვათ სკროლობს ასე ვთქვათ ინსტაგრამს და შეხვდა უცხოელი გოგო წესიერი ლამაზი და მოჩვენებს მართა ეს ხო მე მგონი ლამაზი გოგოა ხო და ეს გადავხედა ჯერ არა. დედა სერიოზულად აკონტროლებს. დილა რო თენდება. ჩვენ ხო ყველანი ვიკრიბებით თქვენ მე ოჯახური ესეთი რიტუალი მაქვს. 1-8-9 კილომეტრია, რატო მიყურებ ასე უცნაურად? ვარ დავაშავეთ რა. 3 აპრილის პროგნოზია ჩაიწერა. ხო და ის არის რა ქვია ესეთი რიტუალი მაქვს ყოველ დილით საუზმეზე იკრიბებით. არა, საუზმეზე არა. სკოლაში მიმყავს მე ესე. ხო. აი რა მართაც და ერეკლიც, აგერ უკვე რა ვიცი, რამდენი წელია. ხო და 9 კილომეტრია ჩვენი სახლიდან სკოლამდე, სხვა ადრე პატარა მანძილი იყო, გადავედით. არა, მანქანით, მაგრამ ნუ საუბარი გვაქვს მე მანქანაში ან ამის ახალ სიმღერას ვისმენთ, ან ჩემ ახალ სიმღერას როგორ მოგწონს მაგარ. ხო, ნუ ეს საოცრად და ისა რა ქვია ყველანი ვიკრიბებით ქვევით პირველ სართულზე და ეს აგვიანებს
და აი რო გვესმის ფეხის ხმა ხვდებით როგორ ხასიათზე აი რა დედასპიცა ვარ და ოქტომბერში იყო ხო დაბადების დღე? ოქტომბერში იყო დაბადები. ამას მე მოვყვები, ამას მე. არ გახსოვს ხო ლაშა ციფრები და ვაიმე, რომელ ოქტომბერს არის ბავშვის დაბადების დღე? და 18-ში. ხო სწორია? მართა რა მაგარ, აბერა დიდი მადლობა ჩემო. მედიერება რუსთაველის თეატრის მსახიობი რო გიკრავს. მოკლედ არის ჩემი დაბადების დღე. დავპატიჟე ჩემი დაქალები მთელი სადაქალო ვიყავით სახში და არა ის მითხარი, არა ის თქვი ჯერ რომ დაბადების დღის გადახდა ან უნდა და ან არა. აჰა. და ამ 17-მდე მთელი წლიდან წლამდე ფიქრობდა გადავიხდი არ გადავხდა 18-ში დილით 12 საათზე მეუბნება რომ საღამოთი ერთ 20 კაცს მოვიყვანო. ეხლა რა კარგია, ასე ჯობია რა. დაუგეგმავი. იმერლები მაინც აი დატრიალდნენ არიქა მამა წვავდა დედა ტორტს აკეთებდა აი არიქა ის ყველაფერი ღვინო აი ეს ყველაფერი და ბოლოს ახლა დაწურული მაჭარი თა 18 ოქტომბერი კარგია. 14 წლის ბავშვი დაბადების დღეზე ეს ყველაფერი ხდებოდა და ამ დროს მოვიდნენ ჩემი დაქალები დავსხედით ვერთობით მღერით ვცეკოთ ყველაფერს ვაკეთებთ აგერ მამა ღვინო დაგვიმატე აი ცოტაც რა და всё ამ დროს დედა ხილი მოგვიტანე აი ეს ყველაფერი ხდება და ეხლა მე რა გავაგზავნო შეიძლება? ხო და აი რა დღეში ვართ იცი? აი ეს იღინის. აი მე რა მეკიერება და და ღვინო დიდ მაჭარი რაც ქონდა ერთი 100 ლიტრა გადაღებ ტონა ნახევარი ყურძენი დავწურე და 100 ლიტრა მაჭარი დავწურე და აბა ასე და მამიკო შენ გერაცოლე რამე ხوار გაგიხარ და მამამ წვადი გვინდა კიდე გავა გოგოებთან. აბა აქედან იქიდან აი რა ვიცი. მართლა ესეა. ძალიან გემრიელი საღამო რა, გემრიელი. 10 საათზე 11 საათზე ესენი ხო უნდა გაუშვას. გააცილა ესენი და შემოტრიალდა და რა იყო მამა მე ვთხარი მე და ბელაც მე ხო მშვიდობა რატო გაქვს ესეც ვაიმე მამა დავიღალე იმის მე ვთხარი ამაზე ზოგადად ამ ასაკობრივ ზღვარს და ამ თაობას აქვს ეს ხასიათის ხშირი ცვალებადობა დღეში ჩვენ თაობას რად გვეცალა ხასიათის ცვალებადობისთვის ფეხით დავდიოდით მეტრო არ იყო ტრანსპორტი არ იყო და დაიღალა ბავშვი მასპინძელი იყო და მოუწია უამრავი საქმე ესეც ხო საქმეა სამი შვილიდან რომელი ფიქრობ რომ შენს გზას დაადგება გულისხმობ სცენას ხო სიმღერა ფაქტია ხო მართამ უნდა მოგვიყვეს სიმღერის კი არა ეს ძალიან ისეთი არჩევანია მე პირადად მართლა არ მინდა რომ აი ამ ჩვენ სფეროს მიყვეს იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ ვიცი რატომ არ მინდა. იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი იშრომე, ბევრი ისწავლე, ბევრი დრო დაუთმე და ალბათ გინდა რომ ურთულესი გზა არის. მოდი ასე. თავიდანვე მას უნდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მე ხმის ესეთ შეიძლება ითქვას ანალიზი გავაკეთეთ, მივიყვანეთ პროფესიონალთან და ვთქვით, რომ აი ვთქვათ, იქნებ როგორმე კონსერვატორიის ხაზით წავიდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ოპერა დამაინტერესე კლასიკა, აი ეს ბოლო პერიოდი ძალიან მომწონს და რა გადაწყდა ბოლო რა მგონი კონსერვატორიისკენ უფრო ძალიან აი ოპერა ახსენე შენ და ლაშა მე რო ვიცი შენ არიების გიმღერია ხო ხო მე გარდა იმისა რომ რაღაც უდათ არ გამომივიდი შეხედებები სწავლე თუ რაღაცა 4 წელი თეატრალურ ინსტიტუტში მე 2 წელი ასპირანტ ასისტენტურაზე და მე 8 წელი გავჩერდი არ მისწავლია ესე შეიძლება ითქვას ნუ თეატრშიც მაშინ იყო ეს დატვირთული სამუშაო პროცესი და პერიოდი ძალიან ბევრი პრემიერები გქონდა კიდეც იყო ეგ ამბავი ნამდვილად იყო და ცოტა გულის ტკივილით კი ვიხსენებ ამ ამბავს ყველაფერი კარგად გექნება და იქნება მეც ესე ვფიქრობ მე მამა ჩემის სიტყვამ გადაწყვიტა რაღაცა ისეთი ერთი დღეც არის და მამა ჩემმა თქვა რომ მეო მთელი ცხოვრება მინდოდა რომ ჩემი შვილი კონსერვატორიის მოსწავლე ყოფილიყო, სტუდენტი ყოფილიყო. და შვილიშვილზე გადაიტანია. არა, შვილიშვილა. 32 წლის ვიყავ. ოი. ხო და ნუ ეს სადღაც ახალი წლის პერიოდი იყო და სამ თვეში არაჩვეულებრივ ადამიანთან, ბატონ თემურ გუგუშვილთან
რამოდენიმე არია ვისწავლეთ და თეატრალური ინსტიტუტის ამ ორმა დიპლომმა მომცა იმის საშუალება, რომ კონსერვატორიის მაგისტრატურაზე პირდაპირ უკვე 2 წლიანი მაგისტრატურა. 2 წლიანი არ გონია მარტო დიპლომის ხარჯზე ყოფილი ყოე გამბავი და უფრო მგონია რომ შენი შესაძლებლობების ამბავიც არის მან. ხონდა, სხვათა შორის ბაზა, ძალიან დიდი ბაზა, ამაში უბრალოდ წვლილია, ამაში გივი წულუკიძეს მიუძღვის. რომელიც მე მგონი თქვენი პედაგოგი. არა, პედაგოგი ხანი, 1 წელი, მაგრამ კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა თქვენი პედაგოგი. ხო და ჩვენ მე აქედან რო ჩავაბარე, მე მოვედი სახში და მევთხარი ვახშამი არის. კიო, კაცო ვახშამი. ისე რომ არავინ არ იცოდა. მე და მარტო ჩემმა მეუღლე. ხო და ჩემმა გაშალა სუფრა აქედან იქედან მევთხარი და ეს ჭიქა დავლიოთ მეთქი. არა, არ მინდა, მე არ. მაშინ მე დავლე, ხო შეიძლება ერთი ჭიქა დავლე. კი, როგორია დაასხა. ხარ ამითი ხარ მშვიდობა იყოს. აუ იყოს მშვიდობაო. დაგეთახო. მეორე ჭიქარი და მე ხარ ამით იმ კაცს გამომარჯოს, ვინც 3 თვეში კონსერვატორიის მაგისტრატურაზე ჩააბარა. მაგრამ მაგას მეც დავლეო, მითხრა. რა მაგარი. ბიჭები. ლაშა გიორგი უმაღლეს სასწავლებელში უკვე მეორე კურსია. დაი მე ამ ხელაში რა მაგარია ყოჩა. ეკონომიკა, რა ქვია გულ სპეციალობას? ფინანსები ეკონომიკა. ფინანსები და ეკონომიკა. იქნება მომავალი ფინანსი. ძალიან კარგია, ჭირდება. ნამდვილად ყველას ჭირდება ფინანსები შეგვიძლია სწავლოს ლაშან და პატარა ჯერ აი ფეხბურთს ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას რამდენის არის? 9 წლის. 10 წლის. ხრის არის. ლაშა იცი მე რა მაინტერესებს. აი ახლა გახდება მალე და აი როდის გახდება 10 წლის? სექტემბრის 23-ში, ხო ვარ მართალი? ბიჭო, ლაშა ტექსტებს როგორი მახსოვს რომ გადამრი. ლაშა იცი რა მაინტერესებს. აი ახლა ამ წამს აი უცებ თქვი რომელი როლი გენატრება. ალბათ ყველა. აბსოლუტურად ყველა მართლა. ყველა. მაგრამ ერთ-ერთ მართლა შეიძლება ითქვას ჩემი საოცნებო როლია ჯერი ბოკის არაჩვეულებრივ მიუზიკლში The Fiddler on the Roof, მე ვიოლინოს ახურავს. ეს არის ფანტასტიკური. აი ხა როგორც გოგასთვის შეიძლება ჰამლეტი იყოს, ან ლირი იყოს, დრამატულ, აი არასოდეს არ მინდოდა დრამატულ სპექტაკლში, თუმცა 1-2 მოვსინჯე, მაგრამ აი მიუზიკლებიდან გამომდინარე, აი ეს არის ფაქტიურ, ხო, იქ უფრო ან დიდი პაუზა გაქვს ახლა. მე ასე გამოვიდა. დროებითია, დიდი პაუზა. უფრო თეატრს აქვს პაუზა, ვიდრე მე, იმიტომ რომ მე დახუმძლულია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, რა ქვია, ტელევიზიით, რადიოთი, კორპორატიულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახალი სიმღერები გააქვს რამ ჩატარდა? რამდენიც გინდა კაცო? ხო. ძალიან ბევრს ეხლა ვაცხობთ კიდე ერთს. ონდის არის ჩვენი მოძმეერისთვის, ავაკეთეთ ისე რომ მათაც თუ ვინახავთ? მე და სტუდიის წარმომადგენელი. რომელი ჩვენი მოძმე, რომელი ერი მოძმეერი? შალომით რო უნდა ვიაროთ. მაგარია. ნახოთ მე რა იქნება. თუმცა დღეს ხელსარიელები არ მოვსულა. ხო, მე ვიცი კი ნამდვილად და ველოდებით როდის ესე გაგვანებივრებთ და დაგვატკბობთ თქვენი ხმით. კი ბატონო. რამე გეგმები ხო არა გაქვს კიდე ისეთი სათქმელია და გვეტყოდი და გაგვიმხელთ. რა ვიცი, ჩვენ ექსკლუზივები გვევასება რა. ძალიან. ოდა მაგის თქმა მინდა ეხლა ზუსტად რომ ექსკლუზივი იქნება თქვენთან ეხლა. ძალიან პირველად ახალი ვერსია არაჩვეულებრივი სიმღერისა, რომლის ავტორია ბატონი ზურა მანაგაძე. რა ქვია, ყვავილები თოვდა. ყვავილები თოვდა. ყვავილები თოვდა. აი ეს არაჩვეულებრივი ფანტასტიკური სიმღერა, რომელსაც წლების წინ ყველა დროის ჰიტი. ყველა დროის ჰიტი. აი ესე ახლებურად ბატონ ზურასთანაც დავრეკეთ, ვთხოვეთ. ვითხრა რომ გააკეთე და მომასმენინეთ თუ. აჰა. მომასმენინეთ აუცილებლად. ჩვენგან ჩვენგან მოისმენთ ბატონი პირველად მოისმენთ ვიყურეთ მე თქვენი მონამორჩილი საბადის არაჩვეულებრივ სიმღერას შემოგთავაზებთ, ისიც ახლებური ვერსია, მარიკა კაცარავამ გააკეთა ამ დიდი სიყვარული სიმღერის ვერსია 100 ნაშა მიყვცა 100 ქალი მიყვარს ვაიმე ლაშა თავი დათქვიში გინაცვალე სპეციალურად გავაკეთე და 100 ქალი მიყვარს ერთად ესეც ფაქტიურად შეიძლება ითქვას
ცხელი არ სიმღერა. არის ეგ წესიერი ამბავი. ლაშა ბავშვი 14 წლის არის. რო წერდი მეუღლეს კითხე? როგორ არა კაცო? და რა გითხრა? დაგთანხმდა? ჯანდაბამდე გზაკონი. არა, ეგ არა. ასე გითხრა ჯანდაბამდე ამ მეუღლემ ჩაწერა სიმღერა ჯანდაბამდე გზაქონია. არა ასე უთხრა, ოღონდ იყავი ბედნიერი. ოღონდ იყავი და დაწმარებული ბედნიერი. მეუღლე სამწუხარო რეალობა ის არის რომ მღერის, მაგრამ არ მღერის. რატოა სახშია. არ არის სახში. სამწუხარო ის არის რომ შეუძლია და ამღერის. ვაიმე, გოგა რატომ იყურებ? რატო არ ამღერებ ბიჭო? მე არ ვამღერებ, კაც თვითონ არ ვმღერის. ნუ ასე დაალაგდა ეთქობა რაღაც სიტუაცია. დრამატურგების, მწერლების ოჯახიდან არის, ჩემი მეუღლე ბატონ შადიმან შამანაძე ყველა რას ამბობთ? დიშილია. შადიმან შამანაძის პიესები კარგად ვიცი. კი ბატონო, ასევე ნოდარი შამანაძე იყო. არა, სხვადასხვა არ მაქვს ნათამაში. პოეტი, მწერალი, იმისი შვილი-შვილია. წელებმა აუკრძალეს სიმღერა აგიბრა. არა, მას შემდეგ რაც ჩემთან შეუღლდა, თვითონ აღარ მღერის. რატო? აი არ ვიცი, მომწონს. ყველაფერი შენ მღერი. შენ დაგითმო მთელი ცხოვრება. ყველაფერი შენი მღერე იმიტომ და. რომ შენ ხარ მონსტრი. შენ დაგითმო ყველაფერი მინდი ლაშა იყავი ბედნიერი. არ არის მთლად მასე, ჩემო სიცოცხლე არა. მე ვეხვეწები ხოლმე, ეს სახში თუ წავიმღერებთ რაღაცას, თორე ძირითადად აი ესტაფეტა დაუთმო მართას და ალბათ მეც. ჩვენს გიყავთ ახლა ესტაფეტას ჩვენ და აი ნახე ვიმღერეთ. გითხოვთ რა დაიწყე. რომელმა დავიწყოთ პირველი? მე თუ მართა? მართამ დაიწყოს. კი ბატონო, გემრიელ ლუკმა ბოლოსთვის კი უნდა ბატონო. მომეტოვები. კარგი, მაშინ შენ დაიწყო. შენ დაიწყო. მოდი მე დავიწყო. შენ დაიწყო, კარგი. ჩემი თავის ბატონი ვარ და არავინ არ მყავს ღმერთად დიდი გულის პატრონი ვარ 100 ხალი მიყვარს ერთად თუ სულ ყველას თვალს გაყოლებთ ნურავინ მოგაბრაზდები აბა ჩემი რა ბრალია ნუ ხართ ასე ლამაზები კაცამ სამთვლილი სუსტი გული მქონია სადაც ლამას ქალს ავნახავ ყველა ჩემი მგონია ერთი რამე უნდა გთხოვოთ დარდი გაგიზიაროთ ყველამ ჩადრი აიფარეთ მე რომ წყნარად ვიარო სავალთან დამყვებით მინდა თქვენი ჩრდილი ვიყო ნუ ხართ ისე საყვარლები რომ ვერასდროს დაგივიწყოთ ყველას ერთად გეფერებით თითქოს მართლა ჩემი ქვიათ ვერასოდეს შეგელებით გეტყვით რაც ჯერ არ მითქვია მე ვაშკაცავ სამთვლილი სუსტი გული მქონია სადაც ლამას ქალს ავნახავ ყველა ჩემი მგონია ერთი რამე უნდა გთხოვოთ დარდი გაგიზიაროთ ყველამ ჩადრი აიფარეთ მე რომ წყნარად ვიარო მებადური დაგიჭიროთ ასიოდე რუსთაველის ქუჩა ვიყო თქვენ ჩემს მკერდზე დადიოდეთ და სულ ყველა მგერის ერთა შემიყვაროთ განარჯოს დიდი სიყვარულის გამო მარტო მე არ დავისაჯო მე ვაშკაცავ სამთვლილი სუსტი გული მქონია სადაც ლამას ქალს ავნახავ ყველა ჩემი მგონია ერთი რამე უნდა გთხოვოთ დარდი გაგიზიაროთ ყველამ ჩადრი აიფარეთ მე რომ წყნარად ვიარო მე ვაშკაცავ სამთვლილი სუსტი გული მქონია სადაც ლამას ქალს ავნახავ ყველა ჩემი მგონია ერთი რამე უნდა გთხოვოთ დარდი გაგიზიაროთ ყველამ ჩადრი აიფარეთ მე რომ წყნარად ვიარო აი მე რომ წყნარად ვიარო მე რომ წყნარად ვიარო ბრავო ბრავო შენ წყნარად ვიარო მიჭიერი კაცი წყნარად იყავი მე ვეღარ ვივლი წყნარად აბა ახლა რაც შემოსი გემრიელი ლუკმა მართა შენ რას გვიმღერებ? ლაშა შენ კი ივლი წყნარად მაგრამ მე ვეღარ ვარ წყნარად პულსი მანახე პულსი და კარგად ვარ ყველაფერი კარგადია აბა შენ რას გვიმღერებ?
მართა. ყვავილები თოვდა. ახალი ვერსია გვაქვს. დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ცირა ბზიშვილს. ცირადელი მიყვარხარ ძალიან. აუცარი ხალი. ფანტასტიკური მუსიკა. და შეაფასებს ბატონი ზურაბი. აუცილებლად. ეს ხო ექსკლუზივია. ექსკლუზივი. მერვები არ მომიშალო ეხლა ხო? არ გავე რას ამბობ. ექსკლუზივი. დავავიგადრებ მაგას შენი ჭი. კარგი. მაგარი გასაყვარელი ხართ, გასაყვარელი. უნდა დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. აი მე და. ვეღარსება. გადასარევად მასპინძლობაც ასეთი უნდა რა შეგერა. სინქრონია გიტყდა შენ. ოფციოდა ხო გაცხადდი. მოკლედ ეს იგი 3 აპრილის ამბი კარგია. არაჩვეულებრივი ოჯახის ორი წარმომადგენელი ყავდა დღეს სტუმრად. ლაშა და მართა რამიშვილები. ძალიან დიდი მადლობა ხალხო, გიყვარხართ. მადლობა ძალიან. უგრმესი რომ მოხვედით და აბა თქვენიც. წარმატებით. შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში ისევ აქ. შუა ქალაქს გაუმარ! ჯოს!